მეგობრებო, მოგესალმებით ნინო ლეჟავას YouTube არხიდან. მოგიგითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ არის თქვენი ამბები? როგორ გრძნობთ თავს? და მოდით ახლა მე და თქვენ გავაკეთოთ საჯარო გაშლა თემით. როგორი იქნება თქვენი აგვისტოს-თვის ფინანსური ენერგია, ხო? შევეცდები, რომ ექსპრეს გაშლის სახე მივცე ამ საჯარო გაშლას, თითო არკანით ვიმშველო და ვნახო. ერთი არკანის დახმარებით შეძლებს დაგვარად, როგორი იქნება თქვენი ფინანსური ენერგია აგვისტოს თვეში. რა გველოდებათ აგვისტოს თვეში ფინანსებში? მაშასადამე ვარიანტი პირველი. აგვისტოს თვის ენერგია ფინანსური, ვარიანტი 2, თქვენი აგვისტოს თვის ფინანსები და ვარიანტი 3. თქვენი აგვისტოს თვის ფინანსები. პირველი ვარიანტი მთისბროლი გვექნება, მეორე ვარიანტი მწვანე ავანტიურინი გვექნება, ხოლო მესამე ვარიანტი გვექნება წითელი იასპი. ახლა დახუჭეთ თვალები და თქვით თქვენთვის გულში. როგორი იქნება ჩემი აგვისტოს-თვის ფინანსები და როდესაც თვალებს გახელთ, თქვენი ვარიანტი, თქვენი მინერალი აუცილებლად მიიწებებს თქვენს მზერას. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით და აქვე არ დაგავიწყდეთ არხის თვის და არხის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ამ ყველაფერში, რაც მოიაზრებს ჩემო ძვირფასებო. ლაიკი, დისლაიკი, ნებისმიერი თქვენი შეფასება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგიძლიათ სურვილი სამეფო გამოიწეროთ არხი, მათ არ დაკარგოთ ამ კონკრეტული არხიდან სიახლეები, ტაროლოგიური პროგნოზები, საინტერესო შემეცნებით თემებზე. კომენტარები კი ყოველთვის გამიხარდება, რომ წავიკითხო და შეძლებს დაგვარად, თუ არ გიპასუხებთ და ვერ გიპასუხებთ, ჩემი მადლიერება დავაფიქსირო მაინც. მადლობა ყურადღებისათვის და პირველი ვარიანტი, როგორი იქნება თქვენი ფინანსური ენერგია, როგორი იქნება აგვისტოს თვეში. ცხრილების პენტაკლები. ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენი შედეგებით. პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება თქვენი ისეთი პერსონალური კომფორტის მდგომარეობა, როდესაც თქვენ აღწევთ იმ მდგომარეობას, რომ შედეგებით ხართ კმაყოფილი, თქვენი ფინანსური ვთქვათ შედეგებით და თქვენი ფინანსური წარმატებით ხართ ამაყი, რატომაც არა და უფრო მეტად მაჩვენებს ესეთ დაასვენებულ და რელაქს მდგომარეობას, როდესაც აძლევთ საკუთარ თავს იმის საშუალებას, რომ მიიღოთ სიამოვნება იმ შედეგებით და რომელიც თქვენ მოიმკეთ და იმ ასე ვთქვათ მდგომარეობით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ და ეს არის ცხრილების პენტაკლები, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებით ჩემო ძვირფასება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგი ფინანსური აგვისტო იქნება იმ ნაწილში, რომ ახალი იდეებიც გაიღვიძებს ხომ, იმიტომ რომ ფინანსურ უსაფრთხოებას, როდესაც გრძნობს ადამიანი და კარგად არის ფინანსურად, რა თქმა უნდა, უფრო მეტად იხსნება მისი პოტენციალი, უფრო მეტად ბევრი აზრი, იდეა, გეგმა შესაძლებელია სექტემბრისთვის ესეთ შეიმუშაოთ, რაც ნამდვილად დადებითი და კარგი ემოციებით აგავსებთ, ასე რომ ჩემო ძვირფასებო გეგმას გულისხმობ ფინანსური, საქმიანი, კარიერული. მოკლედ პირველი ვარიანტი ძალიან კარგია, კარგები ხართ, დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი, თქვენი ფინანსური ენერგია, ნახოთ როგორი იქნება აგვისტოს თვეში. არკანი მთვარე. მეორე ვარიანტი, გირჩევთ, რომ მაქსიმალურად იყოთ ყურადღებით თქვენს ფინანსურ ენერგიასთან. მოდი ვნახოთ რა ნაწილში. ძალიან ფრთხილად იყავით. ყველანაირ დიდ ფინანსური რესურსების გასესხებაზე, მოეცოდეთ მადრავით მეორე ვარიანტი. კი. გასესხება,
ვიღაცამ შეიძლება გითხრათ, რომ იცი რა შენი დახმარება მჭირდება, რა ვიცი, ბანკში თავდებით დამიდექი, ან მე აღარ მაძლევენ სესხს და ჩემი სახელით გამოიტანე. ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო გამორიცხეთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად შესაძლებელია სიტუაცია, რომელსაც სხვა ადამიანი გიხატავთ თქვენ, ან ადამიანები გიხატავენ, არ იყოს თქვენთვის ყველაფერი ცხადი, ღია და იყოთ ისეთ ნისლში, რომელიც არ გაძლევთ იმის საშუალებას ფინანსურ ნაწილში, რომ შეაფასოთ სიტუაცია ადეკვატურად და შეაფასოთ სიტუაცია სწორად. ასევე შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა ან ადამიანებმა ესეთი პედალირება დაიწყონ თქვენი ხო დადანაშაულება სირცხვილის და დანაშაულის გრძნობის გამოწვევა მხოლოდ იმიტომ რომ თქვენგან თქვათ მიიღოს ის რაც აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ ამ თამაშებს ხომ ასევე ნებისმიერი თქვათ ფინანსური ჩართულობა თქვენი 100 ჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ უნდა გაჭრათ ზოგადად გირჩევდით რომ აგვისტოს თვეში მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ ფინანსებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება აყვეთ გარკვეულ ემოციებს, გააკეთოთ არასწორი თქვენთვის ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არასწორი არჩევანი, არასწორი მიმართულებით გააზიაროთ თქვენი ფინანსური ენერგიები, ერთი გეგონოთ და მეორე მიიღოთ, ხო? ძალიან ვიფრთხილებდი თქვენს ადგილზე, მეორე ვარიანტი, ყველაფერს იმასთან მიმართებაში, რაც უშუალოდ ფინანსებს ეხება, ხო? ასევე შესაძლებელია კონკრეტულმა ადამიანმა თქვა შემოგთავაზოთ რამის გაყიდვა, გაქირავება, მოკლედ, აი ეს ყველაფერი, რაც უშუალოდ პირდაპირ კავშირშია თქვენს ფინანსებთან, რესურსთან და თქვენს ესეთ ნაბიჯებთან, ხო, რომელიც მოითხოვს და ერთის შეხედვით შეიძლება ძალიან ლამაზად და ძალიან კოხტადად ჩანდეს ხო ყველაფერი და აბსოლუტურად დაცულად და აბსოლუტურად გასაგებად თქვენთვის, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს უბრალოდ ცხელ ემოციებზე, ან გაურკვეველ ფსიქიკურ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში გადადგმულ ნაბიჯებს აჩვენებდეს, რომელიც შემდგომ თქვენთვის იქნება, მოდი ესე მარტივად რა ვთქვათ, არასასიამოვნო და მიხვდებით რომ ჯობდა რომ ვთქვათ ეს ყველაფერი არ გაგეკეთებინათ ხომ მაქსიმალურად უნდა ჩახვიდეთ ქვეცნობიერში თქვენს შიშებში, თქვენს კომპლექსებში და არავის არ უნდა მისცეთ იმის საშუალება რომ ამით იმანიპულიროს თქვენზე. მიხვდით ხომ, ახლა შეიძლება ეს ვიღაცისთვის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და საკვანძო სიტყვები იყოს და თუ კი ვთქვათ, მაინც და მაინც რაიმე ფინანსური აქტივობა გაქვთ გასაკეთებელი, გადარიცხვა, გადმორიცხვა, სესხის აღება, მიღება, არ ვიცი რამის გაყოფა, ხომ? აი, ძალიან მკაცრად და ძალიან ესე დაჟინებით გირჩევთ, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ ბუღალტერის, იურისტის, ანუ იმ ადამიანების ჩართულობით, ვისაც უშუალოდ ეს საკითხები, რაც იურისპრუდენციას, კანონს და აი ამ ყველაფერს ეხება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, არიან კომპეტენტურები და ესმით თქვენზე უფრო მეტი. გამიგეთ ხომ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე ვარიანტი აგვისტოს თვეში ვარ ძალიან ფრთხილად ფინანსების ფინანსურ ნებისმიერ ოპერაციასთან, რაც ახლა ზემოთ ჩამოვთვალე, ხომ? მას შესადამე მესამე ვარიანტი ვნახოთ თქვენ შემთხვევაში როგორი იქნება აგვისტოსთვის ფინანსები და ამოვიდა კვერთხების მეფე. კვერთხების მეფე ეს თქვენ ხართ. აგვისტოს თვეში იქნებით ენერგიით სავსე, პოტენციალით სავსე, იქნებით
სავსე აი როდესაც იდეა იწვის ხო ერთი სული აქვს რომ შემოქმედებითი წვა განიცადოს ხო თქვენმა იდეებმა და ეს არ არის უბრალოდ იდეის დონეზე გაჩერება ხო პროცესის ეს არის მოქმედება კიდევ ერთი არკანით მინდა ვნახო რა ელოდება აგვისტოს თვეში მესამე ვარიანტს არკანი სამყაროც ამოვიდა ჩემო ძვირფასებო ძალიან კარგი ფინანსური თვე არის მე ვგეტყვით იმას რომ თქვენ შესაძლებელი აქ მეორე ვარიანტი ან კონკრეტული ადამიანი დაგეხმაროთ იმაში რომ რაღაცას ძალიან დიდს და საფუძვლიანს ჩაუყაროთ ესე ვთქვათ ძირი საფუძველი რაც აბსოლუტურად სხვა ხარისხში გადაიყვანს თქვენს ცხოვრებას ეს არის კონკრეტული ადამიანებისთვის გლობალური ცვლილებები რაც ნიშნავს იმას რომ თქვენთვის თქვენს გვერდით არის სამყარო თქვენს გვერდით არის ფინანსური წარმატება თქო ძალიან პატარა ნათქვამია იმიტომ რომ თქვენ აგვისტოს თვეში აბსოლუტურად სხვა ფინანსურ ხარისხში გადადიხართ ფინანსური ხარისხი თქვენი აბსოლუტურად იცვლება და ეს ცვლილებები ჩემო ზურგფასებო ეს ცვლილებები აუცილებლად იქნება დადებითი იმიტომ რომ ის არჩევანი რასაც თქვენ გააკეთებთ ხომ თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით თქვათ ეს შეიძლება იყოს უკაცრავად დასტა გამივარდა ხელთან ეს შეიძლება იყოს გარკვეული შენაძენი ხო რომელსაც გააკეთებთ ეს იქნება ძალიან სწორი თქვენი მხრიდან ეს იქნება თქვენ არ ხართ პაჟი თქვენ არ ხართ რაინდი ამ შემთხვევაში თქვენ ხართ მეფე ხო მეფე დედოფალი ფიგურული არკანი ამოვიდა და განმეორდებით თუ ეს მამაკაცია არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცი ქალი ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გელოდებათ ახალი ფინანსური გზა რომელიც აბსოლუტურად შეცვლის და ახალ ეტაპზე და ახალ ხარისხში აიყვანს თქვენს ფინანსურ ენერგიას და ფინანსურ წარმატებას ჩემო ძვირფასებო ხო ეს შესაძლებელი იყოს უძრავი ქონების შეძენა სხვათა შორის ხომ ხელმოწერა გაფორმება დოკუმენტების გაცვლა რაღაცა ძალიან დიდი და მასშტაბური, რაც ნამდვილად შემოიტანს თქვენში სიამაყის გრძნობას და იმ გრძნობას, რომ თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი აგვისტოს თვეში ფინანსური იმ წარმატების სიამაყეს მოგიტანთ, რომელსაც მე თქვენ აქ გესაუბრეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. თქვენ დაიმსახურეთ ახალი ფინანსური გზა, ცხოვრების კიდევ უფრო მეტად უკეთესი და ასე წელგამართული შედეგი, რასაც თქვენ აუცილებლად მიუახლოვდებით და სხვა რა დამჩენია მესამე ვარიანტი გისურვებთ წარმატებებს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან დიდი ესეთი ფინანსური და სოციალური წარმატების ესეთი დიდი ნახტომი იქნება შესრულებული აგვისტოს თვეში. მე კი დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, იმედია დაგეხმარათ ჩემი საჯარო გაშლა, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარულით.